დღემშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლობა. დღევანდელი ჩემი გადაცემა ერთ პატარა ქალბატონს უნდა მიუძღვნა. ქალბატონს, რომელიც მითხრეს, რომ ძალიან კარგად მღერისო. ქალბატონს, რომელიც მითხრეს, რომ ნიჭიერია. პატარა ქალბატონს, რომელზეც მითხრეს, რომ ისე მღერის, შენ რომ მოგეწონება და გაგეხარდება. ქართული სიმღერები იგულისხმეს და მით უმეტეს თუ ეს სიმღერები პატრიოტულ ნოტებზია, ხო საერთოდ ეს ჩემი სუსტი წერტილია. და ამ ყველაფერზე მესაუბრა სტუდია ლურჯა ცხენების საბავშვო ვოკალური სტუდია. თქვენ ძალიან კარგად იცით ეს სტუდია. ხელმძღვანელი და დამაარსებელი ქალბატონი ნანა ბალახაშვილი. ქალბატონი ნანა საქართველოში არ იმყოფება, ის ემიგრაციაშია, კარგ საქმეზე, სხვათა შორის კარგ საქმეს აკეთებს და მე ზუსტად ვიცი, რომ მოგვიყვება ამის შესახებ. ხო და ქალბატონი ნანა მირჩია ამ პატარა ქალბატონს მოფერებოდით გამეცნო და ჩემს მშობლიურ ქალაქ რუსთავში ჩამეკითხა მისთვის. არ დამზარებია, არც ახლა მეზარება. მე და ჩემი ოპერატორი ჩავსხდებით მანქანაში და ჩვენს ძვირფას ქალბატონ ნანას, რომელმაც იცი როგორ დამაინტრიგა, იცის, მაგან სუსტი წერტილი მომინახა, რომ მე ძალიან მიყვარს ბავშვები, რომლებიც მღერიან ქართულად და მღერიან კარგად. ჩავაკითხავდი, რა თქმა უნდა, რუსთავში და აგერ მე და ჩვენი ტელევიზიის ოპერატორი ახლა რუსთავის გზას გაუდგებით და ხვალაძეების ოჯახში მივალთ სტუმრად. იქ ვინ დავხვდება მასპინძელი, რა ხალხი იქნება, ვინ რას გვიმღერებს, არ ვიცი, მაგრამ ამ ყველაფერს ერთად ვნახავთ და რატომღაც გული მიგრძნობს, რომ მომავალი თაობის ისეთ წარმომადგენელს შევხვდებით, თქვენც რომ გაგეხარდებათ და მეც რომ გამეხარდება. წავიდეთ და ერთად ვნახოთ. ესეც ასე, მოვედით ხვალაძეების სახლის ეზოში ვარ, საკმაოდ მყუდრო სიტუაციაში და აი ეს კარია ქალბატონი ლიზის. დარწმუნებული ვარ სახლში, იმიტომ რომ მელოდებოდა და მოდი შევაკითხოთ, ვნახოთ, ეს სიყვარულით აი კარიც გამიგო. ლიზი, გამარჯობა. როგორ ახარ? შეიძლება? მოდი, შემოგიძღვებით. ეს პატარა ქალბატონი ვინ არის? შენ ვინ ახარ? გენაცვალ, რა ქვია შენ? ლილე. აი მე როგორ მიყვარს ლილე, იცი ეს სახელი ჩემს ძმისშვილის ქვია და უფრო მეტად მიყვარხარ, ეს ანგელოზი როგორ არის? შენ როგორ ახარ? აი ეს არის ის პატარა ქალბატონი, ვისთანაც დღეს ჩვენ სტუმრად მოვედით და მასპინძლად დაგხვდება. შენზე მითხრეს ისეთი მაგარი მომღერალიაო, თან ისეთმა ადამიანმა მითხრა. კარგი მომღერალია, შენ დაიკო? კი. შევამოწმებ და ვნახავთ, კაი? კაი. წინამდე ხوار ხარ? არა. არ ვიცი. კარგი. ლიზიკო, შენ ხარ მასპინძელი, ჩვენ ვართ სტუმრები. შეგვიძახი. წავედით. ჩემი სუსტი წერტილი რა არის, იცით? არა, კი იცით, მაგრამ უნდა გავიმეორო. როცა ისეთ ბავშვებს ხვდები და მომავალი თაობის ისეთ პატარებს, რომლებიც მღერიან ქართულად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვისაც და ზუსტად ვიცი თქვენთვისაც ქართულ სიმღერას და ქართულ სიმღერასაც ხო გააჩნია რა. მე რაც მითხრეს და
და როგორც დამიხასიათეს ახლა ლიზი, ხო? როგორც დამიხასიათეს ლიზი მღერის ძალიან კარგად. მაგრამ მე ცუდი ჟურნალისტის როლს ვითამაშებ და უნდა შეგამოწმო ერთი რამდენად კარგად მღერი. ხო არ გეშინია? არა, რა პრობლემა? ნახე, ეს უკვე გაიყო, რა პრობლემაა. ლიზი, ჯერ კიდე გამარჯობა. კიდე გამარჯობა. შენს პატარა დაიკო, კიდე გამარჯობა. კიდე გამარჯობა. კიდე გაგიმარჯოს. აი ეს ორი ანგელოზი ქალბატონი ერთმანეთის დები არიან, ლიზი და ლილე. ეხლა შენთან მაქვს პირველი შეკითხვა. მე ვიცი რომ როგორ დაგახასიათე იცი შენმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა იქ შორიდან მე ბოლოს დაურეკავ შენის ნებართვით და შენ შესახებ მოვაყოლებ რაღაცეებს იქ ესპანეთიდან. მაგრამ როგორ დამიხასიათე იცი შენი თავი? აი შენ რომ მოგწონს და შენ რომ გიყვარს აი ისეთი თაობის წარმომადგენელი და მე მივხვდი მაგას დაახლოებით, იმიტომ რომ შენ ისეთი ოჯახის შვილი ხარ, აშკარად ქართულად სიმღერა უნდა შეგეძლოს, მაგრამ ნახოთ, ამას შემოწმება ჭირდება. ეხლა შენ მითხარი, საერთოდ ზოგადად როგორ დაინტერესდი სიმღერი, დადიხარ სადმე სტუდიაში, ან როდის მიხვდი რომ სიმღერის ნიჭი აღმოგაჩნდა, ან რატომ მიხვდი, ან რატომ მოგინდა საერთოდ სიმღერა? მე თავიდანვე პატარაობიდან ძალიან მიყვარდა სიმღერა და სულ მღეროდი. აი ჩემი სიცოცხლე არის სიმღერა და როდესაც მღერი ვარ, აი სულ სხვა სამყაროში გადავდივარ ხოლმე და ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერებას მანიჭებს. არა და სულ ხარ რამდენი წლის? 11-ის. ეხლა 11 წლის ბავშვი ამოს მთელი სიცოცხლე მინდა ვიმღერო. იცი რომ 111 კიდე წინ გაქვს და 111 წელი უნდა იმღერო ასე კარგად. იცი რა მეტყვი, ქართული სიმღერებიც იცი და უცხოურენოვანი სიმღერებიც, ანუ ორივეს. დიახ. რომელს უფრო ანიჭებ მაინც, რომელი უფრო ადვილად გამოგდის? უფრო ქართული. ნუ დაიმორცხო, პირიქით უფრო მაგრად უნდა თქო, უფრო ქართული რა თქმა უნდა. ქართული. ხო, პედაგოგზე კითხე, ან სტუდიაში დადიხარ სადმე სტუდიაში, როგორც ასეთი სტუდიის მოსწავლე იყავი, სადმე 3-4 წლის ბავშვი რო იყავ? არა, მე არ ვარ სტუდიის მოსწავლე, სახლის ნასწავლის სიმღერით მივედი სტუდია ლურჯა ცხენებში. თვითნასწავლი ხარ კაცო, არ გადავიო. შენით აი ესე მოინდომე? არა, უეჭველი ან მამა გეყოლება მომღერალი, ან დედა? არა? არა. მაგრამ დედას გამოსდის სიმღერა. გამოსდის, ხო? აი მაგას ნახავ დედას როგორ გამოსდის სიმღერა შენთან ერთად. ეს პატარა ქალბატონი შენ სხვა მღერი ხოლმე ხანდახან ისე შენთვის? არა. არა. ხანდახან დედი კომბოი ხოლმე პატარაობაში მეც ვერი ვარ მიყვარს სიმღერა, როცა თოვლი მოდის ხოლმე თეთრიდან მიყვარს როცა თოვს. შენ თოვლი გინახია საერთოდ? კი. რამდენი წლის ხარ ისა ლილე? ეგ რამდენია? 1, 2, 4, 5 წლის ყოფილ ხარ? კი. 5 წლის ხარ? კი. რატომ ატყუებ ახლა? 4-ის ხარ? მიკროფონი სამარ. გინდა ჟურნალისტობა? კი. კი? მოდი შენ აიღე ჩემგან ინტერვიუ, გინდა მკითხე რამე, აბა? შენ დასკითხე, მიდი რამე არ გინდა? კი. ჩემ დასმინდა. მიდი კითხე. ისე რა მაინტერესებს? ამას უყურე. აბა რა გაინტერესებს? თოვლი გიყვარს? მიყვარს. თან მიუშვირე მიკროფონი. გიყვარს თოვლიო? კი, მიყვარს. შენც გიყვარს ხო თოვლი? კი. გინახავთ თოვლი 4 წლის ახარ ჯერ სადმე ნახე თოვლი? ჰა? სადმე ნახე თოვლი. სადმე, სად იყო ეს თოვლი? რუსთავში არ მოსულა თოვლი ბოლო 4 წლის მანძილზე. რუსთავში არ მოსურა, ხო, თოვლი, მაგრამ ასმათისთან იყო ცოტა თოვლი. აჰა. ჩამომართვა ესე იგი თანამდებობა. კარგი გოგო ხარ შენ ძალიან ლილე. მაგრამ მოდი შენ დასკითხოთ ისე. ლიზი, იცი რა მაინტერესებს? ზოგადად სიმღერა არ არის ესე ადვილი საქმე, ეს ზართული რაღაცა და შენ რომ მღერი, რას განიცდი? აი რას გრძნობ 11 წლის ხარ, წესით რაღაცებს ნო გრძნობ და უკვე სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, მუსიკიდან გამომდინარე? ძალიან ბედნიერი ვარ. რომ მღერი აი ყოველთვის აი თუნდაც ხასიათზე არ ვიყო და ვიმღერო, მაინც მაბედნიერებს და ხასიათზე მოუყავარ სიმღერას. შენ რა მაგარი პასუხები გაქვს და ასე დიდი მომღერლები რომ პასუხობენ ხოლმე, იცი, ესე ჩამოყალიბებულად. ხოჩა, იცი რა მინდა კითხო, რამე კონკურსებზე ხო არ მიგიღია მონაწილეობა, ხო არ გასულ ხარ სადმე რამე ფესტივალზე მომიყევი, აბა შენ შესახებ? სწორედ ფესტივალი იჯერი მღერე ქართულად აია, მაქედან დაიწყო ჩემი სიმღერის ესე ვთქვათ გავრცელება და ნანა
ქალბატონი ნანავს ფესტივალი რომ კი ვიცი ნანამას ალბათ შეხვედრაც და მაკედან მოხვდი სტუდიო ლურჯაცხენებში და აი ძალიან თბილი გარემო დამხვდა და როგორც ოჯახის წევრი ისე მიმიღე. როდის იყო ეს ამბავი შარშან 2 წლის წინ თუ როდის თუ გახსოვს? სადღაც შარშან. შარშან ჩატარდა ფესტივალი ჩატარდა აი მახსოვს კი მაგაზე საუბრობ მაგ ფესტივალზე გამოხედი მაგ ფესტივალზე? დიახ გამოვედი და ეგ იყო ჩემი პირველი დიდ სცენაზე გამოსვლა და ძალიან ნერვიულობდი. სხვათა შორის ახლა მაყურებელი აი ჩვენი საუბრის პარალელურად ხედავს ამ კადრებს აი ჩვენ მოვიპოვეთ ეს შენი ჩანაწერი და ახლა უყურებს ეს მაყურებელი როგორ რაღაცა ნერვიულობის არაფერი არ გეტყობა შენ ამ კადრებში შეიძლება შინაგანად ნერვიულობ გარეგნულად არ გეტყობა ხო? დიახ, აი ნერვიულობ ხოლმე რომ აი რაღაც არ შემეშალოს, ან რამე ცუდად არ გამომივიდეს და ფესტივალზე როდესაც გამოვედი, რადგან პირველი იყო, ძალიან ნერვიულობდი და აღელვებული ვიყავი. ხო, ეს ბუნებრივია, ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგას რა ქვია, იცი, ჩემო ლიზი, მაგას ქვია პასუხისმგებლობის გზნობა. ეგ რო გაქვს 11 წლის ბავშვი, ეგ უკვე კარგია. ეხლა, შენ რომ მკითხო, კურიოზს ხო ვერ გაიხსენებდი, მე თქვი ძალიან სასაცილო კითხვა, მე რომ მეკითხე მე ხოლმე, ალბათ ნაადრევე, მაგრამ რამე ისეთ ხო არ შეგკუთხვევია, ხო არ მოგსვლია სიმღერის დროს, ან შეიძლება მიკროფონი გაგივარდეს და ერთხელ მიკროფონი დაეშალა. ერთ ბავშვს აიღო სცენაზე ააწყო და ისე ამღერებდა, ან ხო არ გათიშულა რამე მუსიკა და რამე ისეთ ხო არ მომხდარა? რუსთავში ჩატარდა ნიჭიერი და იქ გაფუჭდა მიკროფონი და ვეღარ აკეთებდი. მოიცა, შენი სიმღერის დრო? დიახ, და როდესაც გამოვედით, ამღეროდი ნანა ბალახაშვილის ქართულად საოს და არ დავივენი, ეს მიკროფონი დავდე და გავაგრძელე სიმღერა. რას ლაპარაკობ? შუა ჩაწერის დროს, სიმღერის დროს გაითიშა მიკროფონი და ასე ადექი და გააგრძელე ცოცხლად სიმღერა. დიახ. როგორ რეაქცია ქონდა დარბაზს? ძალიან გაოცებულები იყვნენ და ძალიან დიდი ტაში დამიკრეს ბოლოს. გაგეხარდა? კი, ძალიან. აი შენ ის წამი რა გადაც ის ერთი წამი მაინტერესებს, იმ ერთი წამის განმავლობაში როცა გაითიშა მიკროფონი. თავში რა გაივლი, მოდი მეც გავჩერდები თუ მოდი გავაგრძელებ და ბოლომდე მივიყვან. აი ერთი წამი მაინტერესებს. მეთქი აი ბოლომდე მივიყვან, იმიტომ რომ მინდა რომ ხალხს დავანახო თუ რა შემიძლია, როგორ მღერი ვარ და მიკროფონის გარეშედაც რო შემიძლია სიმღერა, მაგის დანახვა მინდოდა რომ დაინახა ხალხს. და დარწმუნებულად დაინახა კიდეც და აი ხა შენ თვითონ ახსენე ეს ამბავი მიკროფონის გარეშე შემიძლია სიმღერაო და შემიძლია მე რამდენადაც ვიცი არც კი გაქვს ჩაწერილი პლუსი და არ გაქვს ხო ეს სასცენო ფონოგრამა როგორც არა მე სულ მინუსზე მღერი ვარ. ხო არ გეწყინება რომ შეგამოწმო ცუდი ჟურნალისტის როლს ვითამაშებ. კარგია. მაყურებელსაც რო ვანახოთ, აი, რა ვიცი, ქალბატონმა ნანამ ისეთი მაგარი ბავშვიაო, ასეთიაო, ისეთიაო და მე რო შეგამოწმო, ხო არ გეწყინება, აი, ნახოთ ერთი როგორ მღერი ცოცხლად, აქვე შენთან სახლში სადმე დავსხდეთ, მოგცემ ჩვეულებრივ მიკროფონს და მიმღერებ ცოცხლად? კი, ვიმღერებ, არ არის პრობლემა. შევამოწმოთ ერთი, ნახოთ რას გვიმღერებს. მოგონებებმა მარტო დამტოვა იქნება საურესის მარინახე იქნებ განახლდა ფიქრებში თოვა იქნებ ბედის წერა ღამებსათე იქნება ვიღაცა მალე სიმთხოვა
ჯუფასო ტელემაყურებლებო მე ხშირად არ ვამბობ იმას რაც ახლა უნდა ვთქვა დაიმახსოვრეთ ეს გოგონა დაიმახსოვრეთ ეს ადამიანი და დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი და ამას რატომ გეუბნევით იცი ჩემს გარეშეც მივხვდებოდით ის რაც ახლა ამ ბავშვმა გააკეთა და ლიზიმ გააკეთა აი თავისივე გარემოში და თავისივე ტერიტორიაზე ხო ეს ყველას არ შეუძლია ერთი სიტყვა შემიძლია გითხრა ყოჩახ და არ გაჩერდე ხო არ გეშინია მე რაღაც ძალიან იმისავით გამომივიდა ხა არ ვიცი ლევან ლაზარიშვილი არის ერთი ესეთი კარგი მომღერალი და მისი პედაგოგი ეუბნებოდა არ გეშინია არ ხო და ამღერეთ ეს ბავშვი ვისაც გეხებათ კი არა ყველას გეხებათ იმიტომ რომ აი ამის თანამომღერლები უნდა იდგნენ ჩამნაცვლებლად ქართულ ესტრადაზე იმ თაობისა რომელიც თაობა სამწუხაროდ მიდის მაგრამ მოდის ახალი თაობა და აი ჩემგან მარცხნივ დგას ის ბავშვი რომელსაც მთელი ცხოვრება ვწუწუნებ ხოლმე რომ ჩამნაცვლებლები არ ყავს ამ დიდი ვარსკვლავებსო ყავს ეს მე ვიტყუებ თავს აი გვერდით მიდგას ახლა როგორ აყავს ყოჩახ ძალიან მაგარი გოგო ხარ და იცი რამ შეამოვნოს ყველაზე მეტად აი ქართულად რო ასემღერი და მე როგორც ვატყობ კანტონ ნანა ბალახაშვილი არც ამ შემთხვევაში შემწარა ყოჩახ მადლობა ძალიან დიდი. და მე ეხა ფაქტობრივად დაორწმუნდი უკვე შენს შესაძლებლობებში და კიდევ ერთი თხოვნა მექნება, მე ვიცი რომ შენ მეორე სიმღერაც გაქვს, იქაც არა გაქვს მინუსი როგორც ვიცი, კი და პლუსი ხო ჩაწერილი იმ სიმღერაზე. რა სიმღერაა? მრავალჟამიერი და მე სიმღერებს ყოველთვის მინუს მომღერი ვარ. აი მე შენ შემოგლა, მას დიდი მომღერალი ვერ იტყვის, აი ესე თამამად როგორც ეხლა ამან თავაც. ბრავო ეს რომელ სიმღერა ის რომღერი ჩვენი თამრიკო გვერწითელი იმაზე და ჩემი საყვარელი სიმღერა და ჩემი. ეხლა ქალბატონო თამარ, მე თქვენ გაყურებინებთ ამ სიუჟეტს აუცილებლად და ზუსტად ვიცი რომ ლიზი არ შეგვარცხენს და ამ სიმღერასაც ისეთი სულით გვიმღერებს როგორც წეღან. პირდები? დიახ. წავედით? კი. წავედით. აბა მრავალჟამიერ საქართველოს და ეხლა მეორე სიმღერა ვცადოთ. კარგი, წავედით. Bravo, Jamie!
მე ძალიან იშვიათად ვდუმდები ხოლმე და ჩუმად იშვიათად ვარ ხოლმე ასეთ შემთხვევებში ჩემო ლიზი და თამამად შემიძლია გითხრა ის რაც პირველი სიმღერის მოსმენის შემდეგ გითხრა ამოისუნთქე დაიღალე ხო იმიტომ რომ ცოცხლად მღერი და კარგად მღერი რასთავარი ეს არის შენი სტილი ეს არის ის ხაზი რომელსაც შენ უნდა გაყვე და როგორც მივხვდი და როგორც სახეზე გაწერია მოგწონს ქართულად მღერა ძალიან ხო დიახ არ ვიცი პატრიოტი ხარ და შენი პატრიოტიზმი შენ სიმღერებში აი ამ ორ სიმღერაში მე დავინახე და ეს ყველაზე დასაფასებელი იმიტომ რომ 11 წლის ბავშვი ქართულად ასე მღერი ხოჭახ ძალიან დიდი მადლობა ეხა მე შენ კულისებში მითხარი საუბრისას რომ მე ჩემ პატარა დაიკო ჩემი 4 წლის ანგელოზნილიც მღერისო დიახ პატარა დამყავს რომელიც თითქმის ჩემზე კარგად მღერის აჰა ნახე როგორი დურის მისცა რა ქვია მხარდაჭერა იცი რა მითხარ რა სიმღერას ღერის ყველაზე კარგად დედის გულის ვარდი კითხოთ მოიცადე ერთი წუთი მოდი ახლა აგერ არის ეს პატარა ქალბატონი და ლილე შენმა დაიკო მითხრა რომ შენც მღერი ხო კი რა ქვია იმ სიმღერას რა უნდა მიმღერო ახლა დედის გულის ვარდი ოღონ დააკვირდით ნახე მიკროფონს როგორ მართმე შენ ჟურნალისტობაც გინდა კი მოდი დაიჭირე შენ ეს მიკროფონი აი ესე გეჭიროს და ესე ვილაპარაკოთ მედაში აი ეს დედის გულის ვარდი როდის ისწავლებ შენ დიდი ხანია 4 წლის ხარ რამდენი წლის წინ ისწავლე 1 2 ნახევარი თუ როგორ ტელევიზორში ვისწავლე ხო გესმი ტელევიზორში ვისწავლე ესე იგი შენც არავინ არ გასწავლა ესე დადეკი და ტელევიზორში ისწავლე კი ეხლა რო გთხოვ მიმღერებ ამ სიმღერას ცოცხლად აი ესე შენი ხმით ჩაგირთავ აგერ იმას ფონოგრამას და შენი ხმით მიმღერებ კი არ გეშინია არა არ ვეშინია შენ შემოგევლ შევამოწმოთ ერთი უშიშარი ლილეს სიმღერა დედის გულის ვარდო ამ ბავშვების მოსმენის შემდეგ პირველი შტაბ-ეშტილება მე რაც დამებადა დარწმუნებული რომ ზუსტად იგივე შტაბ-ეშტილების ხართ თქვენ ორი პატარა ანგელოზი რომელიც მღერის კარგად და მღერის ქართულად კვიცი გვარზე ხტისო ეს კი გამიგია მაგრამ ლიზი მითხა რომ არაო არც ერთი მომღერალი არ ამყავს ოჯახში არც დედა და არც მამა თუმცა იქვე დაამატა რომ დედასო ხანდახანო გამოზდისო სიმღერაო და ახლა ჩვენ აი ორი პატარა ანგელოზის მშობლებთან ვართ და მშობლებს მინდა ვკითხო და უპირველეს ყოვლისა მამას მინდა ვკითხო ძვირფასო ზვიად ჯერ
ამ ბავშვებს მოვეფერები და მართლა ანგელოზები ყავს და არ ვიცი ეს ხმა საიდან ამოსდი და როგორ, მაგრამ მომიყევი მართლა რეალურად მითხრა ეს ამბავი რომ არც გვარში ყავს მომღერალი ვინმე ხელოვნებას და საერთოდ კულტურასთან ვინმე ახლო არ ყოლია. საიდან გამოყვა ეს ნიჭი ამ ორ ბავშვს? ზოგადად სიმღერით კი მღეროდნენ, მაგრამ ესე პროფესიონალურ დონეზე არც ერთი არ მღეროდა არავინ. მაგრამ აი ბავშვობიდან სადღაც 3 წლის რომ იყო ლიზის უკვე აღმოაჩნდა ეს ნიჭი. როგორ შეატყი აი ნიჭი რო აღმოაჩნდა? ღიღინებდა თავისთვის თუ რა? და ისეთ მუსიკებს ღეროდა რომ დიდი ადამიანი გეგონებოდა და რაღაც თავისთვის დაედგოდა მთელი დღე როგორც აი ჭრიჭინა ისე დახტოდა და ღეროდა პატარა ბავშვი. შენ ჭრიჭინა ეძახე და ჭრიჭინას ნახე ხო მე როგორი ვოკალი აღმოაჩნდა? სულ ჯეროდა ლიზის სიმღერების და ეგეთი თავდაჯერებული ბავშვი რომ იყო, მაგრამ აი ზუსტად ეს ნიჭი ზუსტად მოხვდა თავის ადგილზე ქალბატონ ნანა ბალახაშვილთან და უბრალოდ პირველი რაც გამაკვირა ამ ხელა პიროვნება ქალბატონი ნანა ბალახაშვილი მეგონა რაღაც ისეთი პიროვნება ერთადერთი პროფესია რაც აქვს ქალბატონ ნანას ადამიანი და თავდაბალი ადამიანი გამაოცა მის ფასი თავდაბლები და მოხდით ერთ ლურჯად ცხენებში სადაც არის უდიდესი ნამდვილი ქართული ოჯახი ერთი სულია ერთი გულია და ეს დიდი დამსახურება არის ქალბატონი თამუნასი სტუდიის ხელმძღვანელისიც ქალბატონი თამუნა მებუკეზე მეუბნები ჩემი მეგობარია თამუნა მებუკე და კარგი პიროვნება უსაყვარლესი ადამიანი მაგარი ადამიანი უკვე გაცნობის დღიდანვე ჩვენი მეგობარი და ქალი ძმაკაცი ყველაფერი არის ხო სხვა შორის ბევრ ძმაკაცზე მაგრა ძმაკაცობს ხოლმე თამუნაში ეთქებაში და მოხდით ესე უძვირფასეთ პიროვნებებთან ზუსტად გათვლით დროზე და აი ქალბატონმა ნანა ბალახაშვილმა დაინახა ეს ყველა ნიჭი და აიღო თავის თავზე ეს პასუხისგებლობა. ზვიად, აი ხა თქვი რომ არა, ნუ არც მშობლები, ბებია, ბაბუები დიდად ხელოვნებას არ მისდევდა ესე, როგორც ასეთი მიმართულება არ ქონიათ, ხო? საიდან ხართ წარმოშობით? წარმოშობით ჭიათურიდან. იმერეთი. ოხ, ჩემი იმერეთი, ვენაცვალე იმერეთი. იმიტომ გაქვთ ასეთი ნიჭი. ისეთი ლამაზი მთავარი არის და ისეთი კარგი გარემოა, სულ ყველა დადის და დაგლეგინებს ამ ბუნებაში. გააჩნია. ასლაპარაკობ, თელი ჩემი ბავშვობა იმერეთში მაგატარებ. ზოგს როგორი ნიჭი აღმოაჩნდება, ზოგს როგორი და ლიზიკოს აღმოაჩნდა ეგეთი ნიჭი. სხვა შორის დედას მინდა ვკითხო, წეგან ასე თქვა კულტურულად რო თქვა ჩაგიშორო დედაო მღერისო ხანდახანო თავის სიმღერებს და აი თქვენ და სიმღერა, იმიტომ რომ ვიცი რომ პროფესიით ნამდვილად არ ახარ. პროფესიით? ნამდვილად არა ვარ პროფესიით, მაგრამ მთელი ჩემი ბავშვობა იყო ოცნება რომ მემღერა. თუმცა სმენა მქონდა მეც აბსოლუტური რაც ლიზის, მაგრამ მე რაღაც ვერ წავმართე, ესე რომ რა მიმართულებით წახვედი მე სად? ზოგადად ძალიან ბევრ რაღაც მიმართულებებით წავედი, თუმცა სიმღერის ეს სურვილი ავისრულე ლიზითი, მინდა ვთქვა. ზუსტად 3 წლის ასაკში იყო, როცა ბავშვი ზუსტად ისე მღეროდა, როგორც ჩვეულებრივ ჩამოყალიბებული მომღერალი ტელევიზიით, ზუსტად იმ რითმაში ჯდებოდა, როგორც სპეციალისტი, ჯერ კიდე სულ პატარა გოგო. თუმცა ჩვენ შემთხვევით, უпростоრად მე პირადად შემთხვევით შარშან 2024 წელში ვნახე ინტერნეტ სივრცეში, რომ ფესტივალი აია ტარდებოდა იმღერეთ ჯერ ქართულად. ვერ გავერკვიე ზუსტად რა იყო, როგორ იყო, მაგრამ ნომერი ამოვიწერე, ლიზით სახში არ იყო, დავრეკე. მაშინ არ ვიცნობდი ქალბატონ თამუნა მებუკეს, ლურჯაცხენების დირექტორს. გამაგონა ქალბატონა თამუნამ და მე ვუთხარი ჩვენ გვინდა მივიღოთ ფესტივალში მონაწილეობა. თუმცა თამუნამ მითხრა, ბავშვი სად მღერის, რომელი სტუდიის არის და ჩემი პასუხი იყო სახლში მღერის და ცოტა ისეთი გაკვირვებაც გამოიწვია, თუმცა ალბათ ჩემიდანაც ის იგრძნო, რომ მინდოდა რომ მოესმინათ ბავშვზე და კი მითხრა თამუნამ, რომ იცი თუ არ მღერის სადმე რაღაცა, აი ესე როგორ გამოვიყვანთ ამ ხელა სცენაზე და მეც გავჩუმდი, ისიც გაჩუმდა, მანაც იგრძნო რომ მე არ მინდოდა გამეთიშა, მასაც არ მითიშავდა, თუმცა ბოლოს მითხრა, რომ ქალბატონ ნანა ბალახაშვილს ვაჩვენოთო კარგითო და მართლაც ისე მოხდა, ჩავედით, შეგვახვედრა ქალბატონ ნანა ბალახაშვილს, რომელიც აი ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ეს რეალურად ვნახავდი კომპოზიტორს, ჩემი შვილი ბაღში მღეროდა მის სიმღერებს და ესე უცბად შევხვდით ქალბატონ ნანას კასტინგზეც მოусმინა ჩემ შვილს
ძალიან ცოტა დროში აიყვანა, მიცა შანსი რომ ლიზი მოემზადებოდა ფესტივალისთვის და ნამდვილად ლიზიმ გვასახელა ფესტივალზე, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში თამუნა მებუკეს და შემდეგ ნანა ბალახაშვილს. რომ არა ისინი, ალბათ ღმერთის ხელიც ურევია, ესეც მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ესე რაღაცა უცბად არ ხდება მოულოდნელად და ეს იმ სიჩუმის თქვენ რომ გაჩუმდით ორივე იმ დროს ფარული ხაზები გაივლო, ხო, აშკარად? ნამდვილად, აი მე ურთიერთობაში თამომაც მითხრა რომ ხო აი რაღაცა თითქოს შეცოდების მომენტიც იყო რომ მეც არ მინდოდა რომ გაეთიშა რაღაცა აი უფლისნებაც იყო და ნამდვილად მოვხვდით იქ სადაც უნდა მოვხვედროდით სწორ დროს სწორ ადგილზე. სხვათა შორის მაყურებლის გასაგონად მინდა ვთქვა ხა რა თქმა უნდა ამას დიდი განმარტება არ ჭირდება. ნანა ბალახაშვილი არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კომპოზიტორი. აი ტიტულებითაც ხო არის და არის, მაგრამ ყველა აბსოლუტურად ყველა ტიტული რო გადადო გვერდზე და მოიშორო და ჩამოაცილო, ხო? ეს ტიტულები ადამიანია რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანების გახარება. თავისი პროფესიით, სიმღერის, მუსიკის ის არის ქალბატონი, რომელსაც ეს ყველაფერი სისხლში აქვს და გამოსდის და სიტყვაზე შეგიძლიათ მენდოთ, ჩემ მისდამი დამოკიდებულებას არ გულისხმობს, სუფთა ჟურნალისტული თვალსაზრისით გეტყვით, რომ ეს არის ქალბატონი, რომელსაც შეგიძლიათ უბრალოდ ჩააბაროთ ბავშვი. და მის გუნდს ჩააბაროთ ბავშვი, იმიტომ რომ ნანასთან, ბალხაშვილთან თუ ის გუნდი არ არის, ის ვერ გაჩერდება. და სწორ ადგილზე, სწორად მოვხვდით ოწეღან ახსენეთ და ეს იმუხილავი ძაფების აშკარად გაგიმართათ, იმიტომ რომ თქვენ ბავშვს ეს ეთყობა. რაც მინდა დავამატო, ძალიან გული მწყდებოდა ქალბატონი ნანა წავიდა ბარსელონაში. უდიდეს წარმატებას მიაღწია, გახსნა კიდევ ერთი სტუდია, რომელიც იმიტომ მწყდებოდა გული, რომ ჩვენთან აღარ იქნებოდა, მაგრამ ჩემი შვილები დატოვა ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ ვიცი, ნამდვილად არ ვანსხვავებ უკვე ქალბატონ ნანასთან, მაგრამ რაც მინდოდა მეთქვა ის არის, რომ და დამემატებია, ზაფხულზე კიდევ იგეგმება ოღონდ უკვე ბარსელონაში ფესტივალი და ნამდვილად ნანა ბალახაშვილის ბავშვები იქაც გაითქვამენ სახელს. ესე იგი, სულ არ გამიკვირდება მე ყველაფერი, იმიტომ რომ ვიცი ნანას мотиваცია, ვიცი საერთოდ მაგ გუნდის, მისი პედაგოგების мотиваცია და ერთიც რა მინდა ვთქვა, მე თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა, თქვენ შეგითანხმდებ ამას, რომ მე ნანას დაუკავშირდები ბარსელონაში. ჩვენი ინტერვიუის შემდეგ ვეცდები მასთან დავრეკო და ჩავრთო და მასაც მოვაყოლო ეს ამბავი ლიზიზე, თქვენი გაცნობის თემაზე და ნანა ამას რუდუნებით მომიყვა, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს საქართველო, ეს აქსიომა ძალიან უყვარს საქართველო, ძალიან უყვარვართ ჩვენც და ძალიან უყვარს ბავშვები, რომლებიც ღერიან კარგად და ქართულად და ამ საქმისთვის არის ის წასული იქ. უცხოეთში და ამ საქმეს გააკეთებს ზუსტად ვიცი იქ და ლიზი კიდე დარწმუნებული ვარ მე ხა მე რაც მოусმინე ის ორი სიმღერა იქნება მორიგი კულტურული ელჩი ამჯერად ესპანეთში საქართველოსთან და აგერ მე და აგერ თქვენ ძვირფას ტელემოყურებლებო და მე კიდე თქვენ ნახავთ თუ ასე არ იქნება ხო არაფერს დაამატებს ზიად ერთადერთი რასაც დავამატებ ნანა მასალებელი რომელიც წასული არის ესპანეთში რომ ჩვენი ერის ინტერესები ქართული ტრადიციები და ქართული სიმღერები სოფლიოს გააცნოს მოვეფერებით აქედან და მოვესიყვარულებით და ესპანეთში ვესტუმრებით ბარსელონაში ქართულ ფესტივალზე მაშინ მოდი ერთად მოვიკითხოთ ნანა და თუ თქვენის სურვილიც იქნება თქვენთან ერთად შემიძლია ეხავე გადავურეკოთ ნანას და ჩემო ძვირფასო ქალბატონ ნანა აი მე ხა ტელეფონს ავიღებ ხელში და ვეცდები აგერ დაგიკავშირდე მაყურებელს რომ არ ეგონოს რომ რაღაცას ვიტყუებით როგორც ცუდი ჟურნალისტები ჩვენ ხო ხელოვნების ჟურნალისტები ვართ კეთილი ჟურნალისტები ნახე ხმაც კი არ გამომირთავს ტელეფონზე დაურეკოთ WhatsApp-ით ქალბატონ ნანას და ჩავრთოთ ის ეთერში და მოვაყოლოთ თქვენი პატარა ანგელოზის შესახებ ამბები აჰა ქალბატონ ნანა მოგესალმებით და გამარჯობა და ახლა მინდა მომიყვე ყველაფერი ლიზის შესახებ და ისაუბრო ამ ადამიანს და ზოგადად მესაუბრე იმიტომ რომ მომენატრა შენთან საუბარი გამარჯობა კიდე ერთხელ გამარჯობა ბესო მოგესალმებით ბარსელონადან ძალიან საინტერესო სიახლე აქვს სტუდია ლურჯაცხენებს დაემატა ბარსელონაში
ფილიალი ლურჯაცხენების სპეციალური მოწვევით ვიმყოფებით აქ, რადგან ქართულ ბავშვებს ქართული სიმღერა ვასწავლოთ. ვიცი დღეს მიზანი, რატომაც მიკავშირდებით, ეს არის უნიჭიერესი მოსწავლე ჩემი, რომლის მუსიკალური განვითარება გადავაბარე არაჩვეულებრივ მუსიკოსს ია დოლიძეს, ჩემს მეგობარს, უერთგულეს ადამიანს, პროფესიონალს და თავისი საქმის უმაღლეს დონეზე მცოდნელს და ნამდვილ მუსიკოსს. ახლა მინდა ვისაუბრო სწორედ იმ ბავშვზე, რომელი ბავშვის გამოც დღეს გვაქვს საინტერესო გადაცემა, ეს გახლავთ ლიზი ღვალაძე. ლიზი ღვალაძე 11 წლისაა, შაშან გავიცანი პროექტის ფარგლებში, ჯერ ქართულად ვიმღეროთ. ეს გახლავთ ფესტივალი აია, რომელიც უკვე 10 წელია ტარდება ტრადიციულად საქართველოში. მინდა ჩართვა გავაკეთო, პატარა გადახოვა, რომ იგივე ფესტივალი იგეგმება ბარსელონაშიც და აუცილებლად იქნება ჩართული აქაური ქართველი ოჯახების ემიგრანტები იქნებიან ჩართულები და აუცილებლად იქნებიან ჩართულები საქართველოდან ჩამოსული ბავშვები და ეს ღონისძიება იგეგმება 25 ივნის, ამ წლის 25 ივნის და გვექნება ძალიან საინტერესო მუსიკალური დღეები, ქართული მუსიკის დღეები საქართველოში. და რასაკვირველია, თქვენ როგორც ძალიან დიდი ხნის შემოქმედებითი მეგობარი, მინდა მოგიწვიოთ ამ ღონისძიებაზე. გავაგრძელოთ ლიზის შესახებ საუბარი. ლიზი არის საოცარი ვოკალური მონაცემების მქონე ბავშვი. ლიზი პირველივე დღიდანვე მასდევდა იმის საშუალებას, რომ მემუშავა მასთან შემოქმედებითად და მოხდა ძალიან დიდი პროგრესი უმოკლეს დროში. გაიზარდა მისი ვოკალური შესაძლებლობები ძალიან მალე, ემოლოდის გადააჭარბა. შევეჭირეთ ურთულეს ქართულ სიმღერებს და ძალიან საინტერესო იყო მისი გამოსვლა, თითოეული გამოსვლა, ორჯერ მოუწია გამოსვლა და ჟიურის წინაშე წარდგენა, მისი თითოეული შესრულება. არის ძალიან გულწრფელი, არის ძალიან ესეთი ემოციურად დატვირთული და რაც მთავარია, თითოეული სიმღერა ძალიან საინტერესო მოაქვს მსმენელამდე. დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ლიზი ჩემი აღმოჩენაა და მისი პრიზი ნანას რჩეული ზუსტად ლიზის ნამდვილად ეკუთვნის. ახლა მინდა პერსპექტივებზე გესაუბროთ. ჯერ ლიზის პატარა შემოქმედებითი ისტორია მოიცავს ძალიან ბევრ წარმატებას. ლიზი ღვალაძე გახდა სასკოლო ნიჭიერის გამარჯვებული, ის რუსთავში ცხოვრობს. ასევე არა ერთხელ მიიღო მონაწილეობა საინტერესო მუსიკალურ პროექტში სტუდია ლურჯაცხენების ფარგლებში და მინდა გითხრათ ასევე, რომ ლიზი ღვალაძე იქნება ძალიან ერთ-ერთი გამარჯვებული და ერთ-ერთი სპეციალური მოწვევით ბარსელონაში, როგორც ფესტივალის გამარჯვებული. მე ვიცი, რომ ლიზი ნამდვილად იქნება ჩვენი სტუდიის სიამაყე და საქართველოს სიამაყე და მინდა მას ვისურვო წარმატებები. საქართველოში ყველას გეფერებით, გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ იმღეროს ჯერ ქართულად. მოკლედ, ჩემო ძვირფასო მასპინძელო, ახლა მე უნდა წავიდე ჩემს მსმაყურებელთან ერთად და მაცილებთ როგორც მივხვდი. ნანასთანაც მოვრჩით ინტერვიუს, თქვენთანაც მოვრჩით და აი ჩვენს მაყურებელსაც რა თქმა უნდა შევთავაზოთ ჩვენი პატარა ქალბატონის ნამღერიც და ნამუშევარიც, რაც დღეს ჩავწერთ. ხო არაფერს მეტყვით დასასრულისკენ. ნამდვილად გეტყვით. თან გავალ და თან ისე. აბა ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი პატივი იყო თქვენი მობრძანება. რას ბრძანებთ? ბატონობესო, მართლა ვერ წარმოვიდგენდი თუ დაინტერესდებოდით ჩემი შვილის სიმღერით და აი უდიდესი მადლობა. თქვენ რა თქმა უნდა არ გაკლიათ წარმატებები, მაგრამ კიდევ უაღრესად დიდ წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც და აი მადლობის მეტი მართლა არაფერი არ მეთქმის. ძალიან დიდი მადლობა. ლიზი, შენ გისურვებ წარმატებებს და გისურვებ ეს შენი ნიჭი, რომელიც უკვე სწორი მიმართულებით დგას, იმ კონდიციამდე მისულიყოს განვითარების
შენ დედიკო, შენ მამიკოს და მე რო გამეხართება. და ჩვენ კიდე შენთვის ყველაფერი კარგი აგვეხართ. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა რომ ჩვენთან მოვძალით. მადლობა კიდევ ერთხელ ნანამასწავლებელს, იმიტომ რომ აი ესეთი იქიდან შორიდან აი ესეთი ბავშვი გამოცნოდა შენ შესახებ. და მინდა რომ ნანამასწავლებელი მოვიკითხო იქ ბარსელონაში. ნანამას მოგიკითხავთ აქედან ბარსელონაში კარგ საქმეს აკეთებს, ქართულ საქმეს აკეთებს და მე შენ რომ ჩახვალ იქ ნანასთან. აი იქიდანაც გამოგვიგზავნე შენი სურათები და ვიდეოები, კაი? კარგი. კარგი, აბა კარგად იყავით. კარგად ზანდებოდეთ და ნახვანც პატარა ქალბატონო, კარგად ზანდებოდე შენც, კარგად იყავი. კარგად, ნახვამდის. მოკლედ, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს იყო ღვალაძეების ოჯახი და მე იმ შთაბეჭდილებით მივდივარ, რომ არ შემსწარ, გავიცანი საკმაოდ კარგი, საკმაოდ ენერგიული ახალგაზრდები, რომლებიც მღერიან ქართულად და მადლობით მაცილებს ჩვენი პატარა ლილე. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბირძე ვარ, რუსთავიდან, ეს კი ღვალაძეების ოჯახი იყო.